გადავიფიქრე. გამარჯობათ. უნდა დამეცევინებინა და გადავიფიქრე. ღაზავავშიდობის კი ადაღავშიდობის ხალხო. ნახეთ შემი იმდენი მისამაგრების ფონზე როგორ გაწიწილი დავდი. ვაიმე და ვაიმე სათხაცას ფუძის ძვალი ამოვიქდი. დედა ქალო ასაკი ხელს აგიწყობს ეგიდუნაშვილი რატო ისე ტრიალე. ვაიმე დედა რაღაცა მოვიქდი ხალხო. ვაიმე. როგორ ახართ ხალხო. მე ვიცინებ. რა დაგიმალოთ და ერთი სული ქონა ანაკამდე, როდესაც ერთარი აქამდე დავეძინა, მაგრამ მე მგონი თვალი გასაწმენდი, ერთი წამი შეიძლება ქონდა, შეიძლება არა, თითქოს ბუნტი იყო წეღად. ერთ სიტყვით. საეცხის მანქანა მქონდა ჩართული და ველოდებოდი დროზე გამოვიდეს რომ წამოვიწავიდებოდი და დავიძინო. აი ეს თქვენც ეს აქმა ქოჩორი. ანუ ბავშვობაში მქონდა, მე მიყვარს აი ესე რომ აქვს ხოლმე თმა თითქოს გადაწეული. მაგრამ ბავშვობაში ნახეთ როგორ მქონდა. მე კიდე კაის აღარ მიყურებს, თუ მიყურებს მაგარი ნერვოზი გავუჩნ. ასე მქონდა, ასე. და ასე. და აქ მეკიდა ხოლმე სულ წკაპი. ეს წკაპი ჩამოვიდო და აი კაცუნე წკაპები რა. აქ ხო გავიკეთე. ეს ხო ჩამომივიდო და ხა სულ წარამარა ხელს არ ვკიდებდი ხოლმე თავს მაშინ არ ვიკიდებ. აქ მეკიდა ხოლმე, ხან აქ მეკიდა, ხან აქ მეკიდა ხოლმე. ანუ აი ის ქოჩორი როა ხო იცი რაღაცა რო გააკა ეს. აი ესეთი. ეგა მაგ აქ. ხო და ესე ვიყოფდი ხოლმე სულ და თმასაც ესე ჭრიდა ხოლმე დედაჩემი. ხო და იმერად მომბეძა და ეხლა ესე მაგ. ნერვოზი ხო გაგირთულე შორე. კი, გაგირთულე. ვინტერს ნახოთ. მამიდა ჩემია. მივწერე დღეს და გუშინ არ მილაპარაკია მამიდასთან და დაშვებით ხო? დაშვებიო. ეხლა წვები მამიდმე, როგორც იქნა ხო გამოიქცა საეცხის მანქანა და ვშლი ეხლა და ჰაბარდა. ხვალდა გირეკავ, დილით მე და ბარბარე მივდივართ ბაზრობაზე. მე იქიდან სკოლაში უნდა შევიდე და რომ ვალდა გირეკავ ეგრევე. ხვალ მივდივარ ბაზრობაზე. ნინოს გამოუცვალეს კლასი. ანუ ავიდნენ მესამე სართულზე, მეორეზე იყვნენ, ავიდნენ მესამე სართულზე და აქვთ უფრო დიდი კლასი და ნათიამასწავლებელი მაქვთ ხოვა რომ გოგოებო ისე ვინც შეძლებთო მომეხმარეთო მომეხმარეთო მოლაგებ მოწესრიგებაში ხო და რა თქმა უნდა მივალაგებ და მოვალაგებ უბრალოდ ხვალინდელი დღე დაემთხვა და რადგან მე ხვალ მაქვს დაგეგმილი ბაზრობა და ერთი მოვიშორო რა ის მინდაო საროჭკა უნდა უყიდო თუმცა ჰქონდა თეთრი საროჭკა მაგრამ ცოტა დაუპატარავდა და ის უნდა იუბკა შავი ნახოთ რა ვიცი რას ვნახავ თუ არა დაჭერს ვიყიდე და უყიდე მაგრამ ეს მეზარება რამდენიმე კვირა რო იყოს დარჩენილი კიდე ხო და მე შევილი მადრა სკოლაში. 9-ზე რო წავიდე, აი 10-ის მოკლედ ვიცი როგორ ავქნა. 9:15 აკლია გავყვები მაგას, გავყვებით. თუ ნახევრიას გააჯობია. მოკლედ. ხვალ გადავ, ან ნახევრიას 15 რო აკლია. და საათ ნახევარად მინდა მაგდენი რაღაცის ყიდვა. მინდა? არა მგონი, თავარი ღია იქნება ყველაფერი რა ვიცი, მოკლედ. ხო და რაღაცებს ვიყიდი და გამოვატან ბარბარს და მე იქვე სკოლაში ჩამოვალ და მე ნათიამასწავლებელს მივეხმარები.
კაბა გაინტერესებთ ალბათ, როგორ მაქვს. მინდა გითხრათ, რომ გამოვიწერე ელიზომა, ხო გითხარით უფრო სწორად. ძირითადად მე აი ესეთი მაიკები და რაღაცეები, აი ეს უსომოდ მიყვარს, ეს მაჩუკა იმას გავაგრძელებ. ეს მაჩუკა იმან ჩემარ ძალმა ესე ითქვის. ბავშვის ტანსაცმელი მომცა შარშა. ესე იგი ხა ვიტყვი ვინ არის სინამდვილეში, მაგრამ ძალიან ესეთი ახლობელია ჩემთვის. მამა ჩემის მოკლედ აღარის. ბაბოს დის შვილის დიშვილის ცოლმა. ნინი მოკითხვა ძვირფასო, იცი რომ მიყურებ ხოლმე და ეს იცი როგორ მიყვარს, აი ზაფხულშიც კი. ნახეთ როგორ თხელია. ზაფხულშიც კი თუ რაღაცა და ოდნავ აგრილდება ვიცხოვ ხოლმე. ხო და აი ეს რომ აციხოვეთ ძალიან სიამოვნებს და ხა რომ უყურებ ხოლმე რაღაც მომენტში დავინახო ხოლმე ნინი მახსენდება. ხო, ანუ შეიძლება ვიღაცას ეგონოს აურა ახლა დის ბაბოს დიშვილის არა ასე გავიზარდენით მამა ჩემის მხარე უფრო და მე ჩვენს ქონდა შეხება საკმაოდ დიდი ხანი ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ ხოლმე დაჩა ჰქონდათ და ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა და ეხლა Facebook-ი ხო იცით უხელი რამე ხო და ესეც ემია მაგას ვამბობდი რა ესეც ემია და ეს ემს ვფიქრობდი გამოვიწერო თქო მაგრამ არა მანანა მოდი ელი გამოიწერე მეთქი და გამოიწერე ელი მაგრამ მინდა გითხრათ რომ ელი არ არის ემია და ესე იგი მე რო გამომეწერა ემი რა ჩამოვიდო და ალბათ მოტმასნილი მეკითხა როგორ წავიბელეტავი და რანაირად ვლაპარაკო ხო არა ანუ მართლა რა ცუდად არ მაქვს კარგად მაქვს არ მაქვს მოტკეცილი და მოტმასნული მაგრამ მინდა გითხრათ რომ მაგას 1 2 არა სადღაც 4 მოუხდებოდა კილო მოიკლო ხახნეს რა მითხარით წყალი დალიო 100 მაგაცმა დამიწერეთ წყალი დალიო წყალს არ სვავეთყობაო და იმიტომ არ მიდისო კლებაშიო არ ვსვავ დამავიწყდა წყალს რო წყალი რომ უნდა დავლიო მართლა მავიწყდება წყალი რომ უნდა დავლიო მაგრამ დღეს იმდენმა დამიწერეთ წყალი დალიე ორ სამსახური და რაც მოვლი მის მიერ წყალსო მარტო წყალსო და აი ბაკი რო იყოს ცარიელი ბაკირა და რო დადის და მოძრაობს და შიგნით რო წყალი დაყლაყელი ჩემს მუცლიდან წყლის ხმა მესმის რა მითხარით ხალხს არა მართლა არა ხუმრობა იქით იყოს მართლა არ ვსვავ წყალს მავიწყდება რომ წყალი არსებობს წყალი მიყვარს მარტო როცა ვრეცხავ ხო და კიდე რა დამიწერეთ ცილა მიიღეო მადლობა და 1-2 დღე მეტად ბოსტნეული ჭამე მარტო მადლობა მოდი ეგ 2 დღე ხვალთა ზეგიყოს წეღან ჩავედი და ვნახე მეთქი რა ბოსტნეული გაქვს მანანაბა სახში რა ბოსტნეული გაქვს ვიპოვე მაქვს ბოსტნეული გინძი და პეტრუშკა სხვა ღარაფერი და ჭარხალი პატარა ასეთი ეგ არ მეღობა ხო და ეხლა ვფიქრობ რა გავაკეთო ხვალე რომ ბოსტნეულის დღე მქონდეს სავარაუდოდ ბოსტნეული გჭირდება კიდრია თქვენ კარგად იყავით აი დედა ხო რაღაცა უნდა მეთქვა დედა მომწონს ანუ კაბა ჩაცმულს ვერ განახებთ ჯერ იმიტომ რომ არა მე როცა იქნება განახებთ კაცო მინდა რომ აი რომ ჩამოვალ 70 რო აღარ იქნება ჩემს სასწორზე ღმერთო 3 წელია 70 მგონია რომ მარკერით აწერია და არ იშლება 70-მდე ჩამოვიდეთ და ცოტა ზემოთავარ 2 კილოდი ხო და
აი 70 ვარ და ეწერება და ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს სამკვირიანი გაჩერება რაღაცა იქნება, იმიტომ რომ აი მაშინ განახებთ. ოღონდ ეხა ნახეთ თუ მე მაგას ჩავიცმევ, კი მაქვს მაღალქუსლიანი რაღაც. მაგრამ ბოლოს რომ ეცვა ისე მატკინა ფეხიო, ფეხი კი არა სული მტკიოდა. და სავარაუდოდ არა იმასაც გამოვიყენებ ხოლმე როგორ არა, მაგრამ მაშინ ფეხი მქონდა ნატკინდა იმიტომ. მაგრამ წავალ და ვიყიდი ახალს და მექნება ახლები. ხო მართალი ვარ, მართალი ვარ. ეხლა ძალიან მაგარი რამე უნდა გითხრათ რის შესახებ. წეღან თქვენ იცით, რომ ვიდეოში ხო ნახეთ, რომ ის ქუსლების რაღაც რო ვიყიდე. ხო გახსოვთ? აი ხა ფეხს ვარ აღწევ რო განახოთ. ეგ არა, აი სილიკონის ქუსლზე ამოსაცმე. ხალხნო ვისაც ქუსლების პრობლემა გაქვთ იყიდეთ. ქუსლების პრობლემა რა მე ვიხეთქავ ამ ქუსლებს. არ ვიცი როგორ ვაყიდებ, მაგრამ ვიხეთქავ. ესე იგი, ვიდეო რო მოვრჩი ვიდეოს ჩაწერა. მეთქი დავტესტავ. წავისვი ვაზელინი ვიყიდე ხბაზობაზე რო ვიყავი. და აი მე ხალხნო ჯერ ხო ვერ იცი რა რბილი არის, ხო განახეთ, აი მე რა საერთოდ რო შეეხებთ თქვენვე ძალიან მაგარი რამეა. ანუ მეგონა რომ კანზე გასლიკინდება და აქ რო ჩაიცმევ აქ ამოვა სიარულის დროს და მაგიტო ჩავიცვი ნასკი. მაგრამ აი ხელს რო ვიკიდებ, აი რომც გაცურდე, აი ესია დაკრული კანზე. და ჩავიწიე და სასაცილო რამე უნდა თქვა. და იცი ვიგავისწორე. ანუ ბავშვის კანზე რბილი ქუსლები. ანუ მართლა მიშველა. ჯერ ის რომ დაიცა რაღაცა ტიტული არწება და გავისწორე. ჯერ ის რომ აი რა ვიცი დრო დავხტე რაღა. ანუ მართლა ხალხო მართლა არინანებთ. მე ხა დღეს და ხვალ აღარ ვაპირებ არაფრის გამოწერას, საერთოდ არ ვაპირებ არაფრის გამოწერას, მაგრამ ის არის როცა გამოვიწე, რა ვიცი, კაცმა არ იცის როდემდე იქნება ეს თემო, ხო, ესეთი ხელმისაწვდომი რა, ესე უბრალო მოკვდავებისთვის თუ ახლა ამაზონზე და რაღაცაზე ახლა შეიძლება მე გარტაბაში მატარებინა რაღაცა სასახებად. ნუ თემო ჩემთვის ძალიან პრაქტიკული, ხო. ეხლა იმდენჯერ ჩავწიე რომ გავხურეტავ და ხელებს გავუყო. ხო და ისა ამას ვფიქრობ დავიტოვო თუ მოვიხსნა. ღამე რა თმინდა. ღამე ხო ვიცი აი გამომივა. მე ხო ფეხებს არ ვაჭერე. არა მართლა უნდა ვიყიდო. ხო და მაგას ვამფრა კაცმა არის ხელმისაწვდომი რამდენი ხანი გვექნება თემო და მართლა ვიყიდი, მართლა დავდებ 3-4 წელს დავდებ. ძალიან მაგარი. მართლა არ მახსოვს ეხა ზუსტად რა მივეცი. გაწიგამ 5 ლარიც რო იყოს ღირს ხალხო, ღირს. ეხა ამის თუ არ გაგლიჯი არ გაიხევა. დაცული რო იყოს ნასკს ჩაიცმე რა ბოლო რა ფეხზე რა ხა ის ჯობია რომ მართლა სხვადასხვა ფერებიც იყო. თლიანიც იყო, ანუ თლიან ფეხზე ჩასაცმელი თითებია ყველაფრიანად, მაგრამ თითები რა თქმა ის ხო ჩაგიხურდება ხო. ეგ არ ეს ძალიან მაგარი შენაძენი გავაკეთე. ძალიან მაგარი და ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, იყიდეთ ხალხო, იყიდეთ. მართლა კაია. ძალიან. ვინც პირველად მეყურებს ახლა, ან ვინც ანუ ვისაც წინა ვიდეო არ უნახია. ან ზოგადად ახლა მეყურებ, საერთოდ. ეხლა ვეგანახებ რაზე ვლაპარაკობ. აი ძალიან მაგარი რამეა ხალხო, ძალიან. ეხლა შეხედეთ. დროზე ჩაიტვირთე რა. ეხლა ნახეთ. აი მართლა ესე
აუ როგორ აი მართლა ესე იწელება ხალხმა მე მაქვს ხორცისფერის უფრო მუქია აი ესეთი რაღაცა აი კნახორეტები აქვს ეტყობა კიდეც აი კანზე აი ესეთი ფერი მაქვს მე კანზე ეტყობა ნახეთ აი ნახე ურბილესია მართლა და ნახე ეგევე იცნობს ბოტაში არ იქნება პრობლემა მე ხვალ მაგალითად რო წავალ ჩავიცმევ ანუ რო წავალი იქ ჩავიცმე ფასი ნახე 4 ლარი და 7 თეთრი არ ჩანს არ აკეთებს ფოკუსს აი 4 ლარი და 7 თეთრი 5-იც რო იყოს ხალხმა რას დაეძებთ მე მართლა უნდა გამოვიწერო და მქონდეს დიდი სიამოვნებით მეცოდინება რომ არაქში მაგ კაცმა არიცის როდის დამჭირდება რა ვფიქრობ ღამე არ მინდა ხა თლათ ხოლმე ისური ეხა ნახურეტები და ის კი აქვს მაგრამ ბოლომდე არა აქვს ეხა ფეხმა ხოლმე ისუნთქვით რა ხვალე დილით ნასკის ქვეშ ჩავიცვე და ბოტას ისე ჩავიცმე ზუსტად ვიცი რომ თითის წვერებით სიარული არ მომიწევს მართლა თითის წვერებით ხალხო ბალერინასავით მთელი დღე შეიძლებოდა რომ თითის წვერებით მევლო იმიტომ რომ ყველაზე ცუდი რა არის ნატკენს რო დაარტყავ კიდე საშინელი გადაივლე ფეხზე წეღან ეს უბთა? კი წეღან ხოლმე აბა თითქოს ყვითელი გეცვა წეღანაც? ესეც ესე აუ მართლა საფერფლე რო ვიყიდე წეღან ვინმეს თუ გაქვთ ეგეთი და დამიწერეს რომ ანუ არ იწვისო და რაღაცა მაგრამ მაინც გული მეთანაღმები პლასმასი ხო ვიყიდე პლასმასი არ არის ანუ ვინმეს თუ გამოგიწერიათ ეგეთი რაღაცა და ანუ ანთებული სიგარეტი დაგიდიათ და არ იწვის ვინც პირველად მეყურებს არ გეგონათ რომ ეწევი არა ნუ ყველას თავისი აქ და რა პრობლემა ვიღაც იწვის მაგრამ მე არა საჩუქრად ვიყიდე რა იყო ხარ ანუ საჩუქრად ვიყიდე და მაინტერესებს პლასმასი ვიყიდე საფერფლე თუ რაღაც ვიზუალურად ძალიან საყვარლობა ხო ბათონა მეთქვა კიდე დამავიწყდა ქარი ამოვარდა კიდია გარეთ არაო და ქარი ის ვისადგა არა მე მაროჟნესავი თეთრებით დაიხარ ჩემს ბავშვობაში იყო ხოლმე გოგა და სულ თეთრები ეცვა ხოლმე და იცი რა რითი დაქონდა ნაყინი მაროჟნი ეყურა ხოლმე ბავშვ ძველი კალიასკები როა ნიკოლოზ დროინდელი ბავშვების კალიასკები დიდი პრობლემით რო იყო ხო იცი მაგაზე ქონდა დამონტაჟებული ეს მაცივარი ზღვის ქაფის განშეკრული ეს მაცივრები რო იყო დასკოჩილი და შიგრომ შრალი ყინული ეყარა ხოლმე ისე რამდენჯერ გდომებია რომ ეს შრალი ყინული ეჩუქებინა და თუ კარგ ხასიათზე იყო ხოლმე ჩუქნიდა ხოლმე ამ შრალ ყინულს ეს ბოლი რო ასდიოდა და ხელში ვერ დაიჭერდი იმიტომ რომ ხელს გიწვოდა ხა და ვის გახსოვთ ეგენი ახლა ნინო რა ეს გოგო აი ესეთი პატარა ნატეხები იყო და ბოლი ასდიოდა შრალი ყინული ხელზე რო დაგედო ვერ დაიჭერდი გიწვოდა სხეულს ესეთი სხვა გვაინტერესებდა ხოლმე წყალში ვყრიდით ხოლმე და იბერებოდა ხო ბოთლები იბერებოდა ხოლმე აი გრე ესე იგი ხვალე ვაპირებ წაგიყვანოთ ბაზრობაზე რაღაცებს მეც გადავიღებ აი ეგრე დავიდი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე მინდოდა უბრალოდ რომ ეს გამეზიარებინა თქვენთვის რომ მაგარი შენაძენია და ვისაც ეს პრობლემა გაქვთ იყიდეთ ხალხო იყიდეთ და ინკაბაზეც მართლა მომეწონა ცუდი არისო თუ მე მართლა დავიკელი 3-4 კილო იდეალურად მექნება ზუსტად ვიცი და აუცილებლად ჩავიცმევ ქორწილში ოღონდ უნდა დავიკლო 69 გამოჩნდეს სწორ შეიძლება რითი წავშალო ის ციფერბლადზე 70 ნუ ჯერ 12 და 11 მაგაზე საშლელი
ვაი დედა. ესე იგი ჩემი აწონვის დღე არის. შვიდობა გაქვს. ჩემი აწონვის დღე არის სამშაბათობით ხოლმე და ყოველ იმაზე დედა, ანუ ორშაბათს მე და მეგი ვართ ხოლმე და სამშაბათს მე და დედა ვართ ხოლმე სამსახურში და რო გამოვიცვლით ხოლმე გამოსაცვლელი და რო გამოვდივარ ხოლმე ისა იქ და დგა ის სასწორი რა იქ რა თევზებს რაზეც წონიან და ცდომილება რო არ აქვს და ჩავთავ ხოლმე შევაერთებ ხოლმე რაღაცა და თუ დატენილი არ არის გასახდელში შემოხმობ ეს ამხელა სასწორი ესე მოვიკიდებ წავიღებ და თქო რომ შევაერთებ ხოლმე დავტენო და რა დაათრე ყოველდღე არა და ყოველდღე არ არის ყოველ კვირა ყოველ კვირა მართლა დავათრე მე ისე გამოიტან დადგი წავედი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით აბაჰე და აბაჰო მაგრამ მეძინება ვითომ კომპიუტერი შემოვიტანე რომ რამეს ვუყურებ მეტი მაგრამ შანსი არ არის არ არსებობს ჩხილების გაკეთება მინდოდა რაღა დაგიმალოთ ძალიან საშინელ მდგომარეობაში ვარ ალაგ-ალაგ მშვიდობაში 10 თითიდან 2-ზე მანიკური მისვია 4 მოტეხილი მაქვს 2 გაზრდილი რამდენი დარჩა 4 დარჩა ეგრეა რა იქნებ სტატერი ავდგე და აბასთან ერთად თან ცოტა მოვიწესრიგო სულ ცოტა ჩხილების დაკვას არ ვაპირებ სადმე ბაზრობას დახალზე დავკარგავ ისე უბრალოდ ვიზუალურად რომ ცოტა ნორმალურად გამოიყურებოდეს გოგო წენი არ ვიყიდე? მე რატომ ახსოვს რომ წენიც გამოვიწე? აი ხლა მანიკურზე რო ლაპარაკობდი? წენი თუ თქვი რომ ბაზრობაზე ვიყიდი მე, წენიც მქონდა შეკვეთილი. აი მართლა მაინდა არ მიყიდი ახლა. არა და აი დაახლოებით აი ამ სტილის რაღაცა მქონდა შეკვეთილი აი ხვალე ბაზრობაზე ვიყიდი. დედასუტელი. მაგ ყავისფერ სტილი, ყავისფერ გრადაციებში სხვადასხვა ის, მაგრამ ამ ბოლო ხანებში შავი როგორ ხო რა აი ეგეთები მომწონს რა აი ეს უნდა მეყიდა ხალხო აი ამ დაგვარი ესეთ ჭრიალებით და რაღაცით არა ეხლა რაფერია ხალხო შავი გერა ცისფერები ჩას ან დამჯდარი პასტელურ ფერებში მინდა რა ხო და ესე მუქად თუ რაც აქვია და შენ რო ის ხოლმე საერთოდ არ გეტყვა რომ რა მოგიშვი წენ აი ამ სტილის მაკიაჟები მომწონს ხოლმე რა თითქოს ჩრდილებით და იმით ჩაგდებული და ხვალე ვიყიდი მოკლედ ჩამოვწერთ ხვალე დილით ვიდეო გადავიღოთ იმედი მაქვს მოვასწრებ რა უნდა ვიყიდოთ და რას ვიყიდი თეთრი საროჭები უნდა ნახო სკოლის საროჭები რა ღირს სკოლის ერან გები საროჭი კარტ დავწეროთ შეწყურად ვთხრათ გოგოსიო გოგოსი 19 23 21 ვაიმე დედა 14 ვაიმე დედა 15 პრინციპში რა 15-ზე ნაკლებად მე მგონი იქაც ვერ ვიყიდი ვაიმე წავიყვან შოპ მარინაში 15 ლართ ერთი ბეშოპი მომივა იმედი იგებათ იქნება იქ რამე მშვიდობის ხალხო კარგად იყავით